საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, ქალბატონებო, ბატონებო, მოგესალმებით, ჩვენთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან შეხვედრა. და განსაკუთრებით იმ ქალაქში, რომელიც ოდითგანვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, კულტურულ ცხოვრებაში, სააზროვნო სივრცეში. მით უმეტეს მნიშვნელოვანია ჩვენი შეხვედრის ადგილი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ დარბაზში ყველა თაობის ადამიანს ხედავთ, განსაკუთრებით კი ქვეყნის მომავალ თაობას. ნამდვილად ნინო და დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთს და ქართულ საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მომავალ 2026 წელს ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც დედოფალ ნანას და მეფე მირიანის გადაწყვეტილებით ქვეყნის მომავალი შეიცვალა და საქართველოს ოფიციალურად გაქრისტიანდა, ეს ამბავი კი 326 წელს მოხდა. 1700 წელი გავიდა ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შემდეგ. ის, რაც გვაერთიანებს. ასეთია სახელწოდება ღონისძიებების სერიისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2 სექტემბერს, გრძელდება დღეს აქ ქუთაისში და მოიცავს მთელ საქართველოს. პროექტის იდეა ეკუთვნის ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პოპულარიზაციის სამეცნიერო ცენტრს, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენი შემოქმედებითი გუნდის სახელით. და ძალიან სასიხარულოა შენ აღნიშნეთ ამ საზოგადოებრივ სტუდენტები და ჩვენ გეტყვით, რომ ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ არაჩვეულებრივი მუსიკოსები, თეატრალური კვარტეტი და დავით ნოზაძე სპეციალური სტუმრები თბილისიდან ჩამოსული, ასევე ქალაქ ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი, დირიჟორი ნათია გოგუაძე და კონცერტმეისტერი კესო ზვიადაძე და ქუთაისის გელათის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდი იადგარი, სწორედ იადგარს ვთხოვთ ახლა სცენაზე. დიდი მადლობა იადგარს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა ღვთისმშობელთან ერთად წილი ყარეს იმის დასადგენად,
თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ეკადაგა ღვთის სიტყვა. ღვთისმშობლის წილად ხვდა იბერია. საქართველოში გამგზავრებამდე ზეციურ დედოფალს გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა თავის ნაცვლად მის წილხოთ ქვეყანაში საკადაგებლად მისივე ხელთუქმნელი ხატით წარეგზავნა ანდრია პირველ ტოდებული. ანდრია მოციქულის ქადაგებით ჩვენს ქვეყანაში პირველივე საუკუნეში დაფუძნდა ქრისტიანული თემები. მისი ლოცვით შეიმუსრა კერპები, კურნებოდნენ სნეულები. სოსანგეთში, დღევანდელ აწყურში, ანდრია მოციქულმა მკვდრეთით აღადგინა იმ მხარის მთავრის, სამძივარის ერთადერთი ვაჟიშვილი. ამ სასწაულის გამო ხელთუქმნელი ხატი დარჩა სოსანგეთში და მეგვიანებით ეწოდა აწყურის ღვთისმშობელი. შეკითხვაზე თუ რამ გადაარჩინა, რამ მოიყვანა დღემდე და როგორ შეინარჩუნა თვითყოფადობა საქართველომ, ერმა პასუხი ყოველთვის უცვლელი და ერთმნიშვნელოვანია. ეს არის ქრისტიანობა, საკუთარი რწმენის და ღირებულებების ერთგულება. და ეს ყველაფერი ასახულია ქართულ კულტურაში, რომლის უნიკალურობა მსოფლიოს მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი კი ჩვენი ფოლკლორი და მრავალხმიანობაა. და ყოველთვის ნათელია, რომ ქართული მრავალხმიანობა სიმღერა დღემდე აოცებს და ახრფთოვანებს ყველა ეროვნების მსმენელს და აქვე უნდა გავიხსენოთ ალბათ ის უნიკალური მოვლენა, რომ 70-იან წლებში NASA-სთან ერთობლივ პროექტში, რომელიც მოგვიანებით კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეფასდა, დედამიწიდან კოსმოსში გასაგზავნად 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ქართული ჩაკროლოდ ჩაიწერა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მუსიკალურ ნაწილაკს, კვლავ იადგარს ვთხოვთ სცენაზე. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენი ერი 3 საუკუნის განმავლობაში ემზადებოდა ქრისტიანული სარწმუნოების საყოველთაო აღიარებისთვის. ეს პროცესი მეოთხე საუკუნის დასაწყისში 326 წელს წმინდა ნინოს ქადაგებით გასრულდა. მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას მოქცევის შემდეგ ქართველი ერის გაქრისტიანებამ მტკვრისა და არაგვის შესართავთან საყოველთაო ნათლობით დაგვირგვინდა. ალბათ ხშირად გვიფიქრია თავად საეკლესიო გადმოცემის ფენომენზე. ცოცხალი ამბები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და საუკუნეების განმავლობაში ინახება ადამიანთა მეხსიერებაში. ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი მახასიათებელია ღვთაებრივი და ადამიანური ნებისა და ენერგიის გაერთიანება, ანუ სინერგიული ცნობიერება და ცხოვრების წესი. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხდომილობამ თავიდანვე განსაზღვრა ჩვენი ერის განსაკუთრებული მსახურება ღვთისა და მამულის წინაშე. ხოლო მცხეთაში დავანებულმა უფლის განუყოფელი კვართის მადლმა მოგვანიჭა ძალა სარწმუნოებრივი ერთსულოვნებისა. ამ სულისკვეთებას ზედმიწევნით გამოხატავს წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ანდერძი. ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა. ახლა კი ვთხოვთ ჩვენ სტუმრებს, თეატრალური კვარტეტის წევრებს და დავით ნოზაძეს. Kimagheris nanasa Sabars giambo chadari Zetna malersi tamaso Ichabitna
დიდი მადლობა. მადლობთ. დიდი მადლობა. ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ფორმულა. ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, სადაც ქართული და ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერელმა გიორგი მერჩულემ გამოთქვა. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენი ეროვნული ცნობიერება ქრისტიანული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. ქართული ერთობისთვის მამულის ანუ ქვეყნის ერთიანობა და ძლიერება დამოკიდებული იყო სარწმუნოებისა და ენის, ანუ სულიერებისა და ინტელექტის მტკიცე და ორგანულ კავშირზე. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორე ბრძანებს, რომ საქართველოს ოქროს ხანას გრიგოლ ხანძთელის ეპოქამ ჩაუყარა საძირკველი. ხოლო დავით აღვაშენებელმა ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული ქვეყანა სრულყოფის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. წელს მოგეხსენებათ 8 თებერვალს შესრულდა 900 წელი ჩვენი დიდი წმინდა მეფის გარდაცვალებიდან. სიმბოლურია, რომ ქუთაისში ვსაუბრობთ ამაზე რა ცხადია. თქმა უნდა. დავით აღმაშენებლის მიერ აგებული ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი ქართლის ცხოვრებაში მოიხსენიება როგორც მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა, ანუ ტაძარი სულიერებისა და სავანე ინტელექტისა. ეს დიდებული ძეგლი არის მარადიული შეხსენება იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის აღშენების მტკიცე საძირკველი იყო, არის და იქნება სარწმუნოების და ცოდნის ჰარმონიული კავშირი. ქართულ მეფეთა ღვაწლს უკავშირდება ასევე ახალგაზრდობის განსწავლისთვის ზრუნვა. გელათის აკადემიაში ისწავლებოდა როგორც საღვთისმეტყველო, ასე საერო მეცნიერებები და აქ მოღვაწეობდნენ გამორჩეული სწავლულები ივანე პეტრიცი და არსენი ყალთოელი. განათლებული თაობის აღზრდა იყო და არის ჩვენი ეკლესია მონასტრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ტალ მუსიკალური ნომერია და გვინდა იადგარ ვთხოვოთ მომდევნო ნომრისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ მგალობლებს. დავით აღმაშენებლის ეპოქის შემდგომ ქართველიერი ყოველთვის ერთნაირად ვერ ახერხებდა სულიერებისა და ინტელექტის ჰარმონიული თანაარსებობის შენარჩუნებას, თუმცა თავარი ღირებულებებისთვის არასდროს უღალატია. საკუთარი მრწამსისადმი ერთგულების უბწყინვალესი მაგალითი ჩვენი ერის ისტორიაში გახლავთ დიდმოწამე დედოფალი ქეთევანი. უსასტიკესი წამების დათმენით მან არა მარტო გამუსულმანების რეალურ საფრთხეს გადაარჩინა სულიერად უკიდურესად დაუძლურებელი საქართველოს მოსახლეობა, არამედ მისი გმირობა იმ დროინდელი ევროპისთვისაც მისაბაძი მაგალითი გახდა. და მართლაც გასაოცარია, რომ ზოგჯერ შესაძლოა
ერთი ადამიანის გმირობამ, სიმტკიცემ და რწმენამ გადაარჩინოს სულიერად მთელი ერი. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს 26 სექტემბერს ჩვენი დიდი დედოფლის, ქართველთა ნათობის ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წელი შესრულდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით და კურთხევით ამ თარიღის აღნიშვნა გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში. ახლა კი გვინდა სცენაზე ვთხოვოთ ჩვენი განსაკუთრებული სტუმრები, ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი, ვთხოვთ რომ განსაკუთრებით მივესალმოთ მან. წინვალე მუსიკოსებს.
მადლობა ბავშვებო, ცოტა ხანს შემოგეჭრებით. ეკო ბობუხიძის შესანიშნავი ნაწარმოები, ფესვები და დირიჟორი ნათია გოგოვაძე, კონცერტმეისტარი კესო ზვიადაძე და მართლაც უნიჭიერესი ბავშვები ვტოვებთ სცენაზე. რთულია ესე ადვილად შეველიოთ მათ და ამიტომ ცხადია კიდე შეგვისრულებენ მუსიკალურ ნაწარმოებს. ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი საუბარი, ჩვენი შეხვედრა. ქართლის მოქცევის 1700 წლის თავის აღნიშვნა უპირველეს ყოვლისა ცხადია გულისხმობს მადლიერებას უფლის, ღვთისმშობლისა და ჩვენი დიდებული წინაპრებისადმი. ამავე დროს ეს არის საშუალება თვითმყოფადობისთვის ბრძოლის მდიდარი ისტორიული ტრადიციების გახსენებით განვიმტკიცოთ ჩვენი ეროვნული ცნობიერება და კვლავაც ვუერთგულოთ წინაპართა მიერ დატოვებულ ღირებულებებსა და ტრადიციებს. ჩვენ ერს გამუდმებით უწევდა ამ პრობლემასთან გამკლავება, მაგრამ უკიდურესად ძნელი აღმოჩნდა ეროვნული ცნობიერების შენარჩუნება მე-19 საუკუნეში. არ ვიცით რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით. გულის ტკივილით აღნიშნავდა წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე. ამ პერიოდიდან სჯულის სხმლით დაცვა, სულიერი და ინტელექტუალური ბრძოლის ფორმებმა შეცვალა. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღორძინების საფუძველს ილია მართალი ენის და სარწმუნოების, ანუ იგივე ინტელექტისა და სულიერების ჰარმონიულ კავშირში ხედავდა. მე-19 საუკუნეში ჩვენი თვითყოფადობის სამივე ბურჯი, მამული, ენა, სარწმუნოება ჩამოშლილი იყო. რუსეთის იმპერიამ გააუქმა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საეკლესიო დამოუკიდებლობა. აკრძალა სწავლა-განათლება და ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. ამ ვითარებაში ილია მართლისა და მისი თანამოსაგრეების მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნება და ამოქმედება ნიშნავდა ჩვენი დაცემული ვინაობის აღდგენისათვის დაწყებულ სახალხო მოძრაობას. თხოვთ კვლავ ჩვენს ძვირფას მუსიკოსებს მომდევნო ნომრისთვის. ყური უგდე საქართველოს ძალიან ცნობილი მუსიკალური ნომერი.
აპლოდისმენტებით გავაცილოთ ეს მართლაც შესანიშნავი ბავშვები. მადლობა დირიჟორს, ქალბატონ ნათიას, ქალბატონ კესოს და მადლობა ესეთი გალამაზებისთვის ჩვენი შეხვედრის. კულტურულ საგანმანათლებლო მოღვაწეობის პარალელურად სასულიერო პირების, მათ შორის უპირველესად წმინდა კათოლიკოს პატრიარქ კირიონის და წმინდა მღვდელმთავრების გაბრიელ ქიქოძისა და ალექსანდრე ოქროპირიძის ბრძოლამ ეკლესიაში ქართული სულის შენარჩუნებისა და ავტოკეფალიის აღდგენისთვის ახალი ძალები შემატა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ქართული საზოგადოების ერთობლივმა, სულიერმა და ინტელექტუალურმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. 1917 წელს აღდგა საეკლესიო, ხოლო 1918-ში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მაგრამ სამწუხაროდ ეს მონაპოვარი ხანმოკლე აღმოჩნდა, მოგეხსენებათ 1921 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ გააუქმა ჩვენი ქვეყნის სამოუკიდებლობა. ხოლო ათეისტურმა იდეოლოგიამ არა მარტო უკიდურესად შეზღუდა ეკლესიის მოქმედების არეალი, არამედ მისი სრული განადგურება დაისახა მიზნად. მე-20 საუკუნეში ჩვენი ერი თვითყოფადობის სამი ბურჯიდან რეალურად მხოლოდ ენას, ანუ ეროვნულ ინტელექტუალურ მოღვაწეობას ეყრდნობოდა. ჩვენ ცხადი ამაზე საუბარს განვაგრძობთ მუსიკალური ნომრის შემდეგ სცენაზე ვთხოვთ თეატრალური კვარტეტის წევრებს და დავით ნოზაძეს. ალიონზე ბაღში ფეთქავს ვარდი ფერადი სიყვარულის დედულეთო ძვანეში ხარ ველამდის გამაზო სადაფუძე Vagradi daveladi Kutaiso Shertan aris kulichemi Kutaiso Sheltan aris kulichemi Darion neba Iduduno svirteba Dami gargamosveneba Vardema da virdeba Susigarus quirdeba Kutaiso Sheltan aris gulichemi Kutaiso Sheltan aris gulichemi მადლობა ჩვენს მუსიკოსებს. პატივცემულო სტუმრებო, მე-20 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყრებიდან დაიწყო საეკლესიო ინსტიტუციების განახლება და ერის სარწმუნოებისგან შემობრუნება.
საეკლესიო ცხოვრების გაჯანსაღებასთან ერთად პატრიარქმა საფუძველი ჩაუყარა სინერგიული ცნობიერების, ანუ სულიერებისა და ინტელექტუალური მოღვაწეობის კავშირის აღდგენას. 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია უძველესი დროიდან. ხოლო 1991 წელს აღდგა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს იყო შედეგი, რომელიც მოყვა სულიერი და ინტელექტუალური ძალების გამთლიანებას, ისევე როგორც ეს მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. როგორი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს გადამწყვეტი მოვლენები გადაეცეს ახალ თაობას. ჩვენ კვლავ მუსიკოსებს ვთხოვთ თეატრალური კვარტეტის წევრებს და დავით ნოზაძეს მომდევნო მუსიკალური ნომრის შესასრულებლად. Tagilotsos Sakartvelo Svidan serit selmadi Vavilebi Jereliatas veradi დიდი მადლობა. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სეკულარიზაციის მზარდი პროცესი ქართული თვითყოფადობისთვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც საქართველოს პატრიარქი ბრძანებს, ღვთისმშობლის წილხვედრი ერის დანიშნულებაა ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების სულიერებისა და ინტელექტის კავშირის რღვევის ჟამს შეინარჩუნოს სინერგიული ცნობიერება და ცხოვრების წესი. ქართლის მოქცევის 1700 წლის თავის იუბილის აღნიშვნა არის საუკეთესო საშუალება ამ მიზნის გარშემო ქართველი ერის შემოკრებისა და გაერთიანების. ამ პროცესში ჩართვა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თითოეული მოქალაქის წმინდათა წმინდავალია. გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს. ვაკეთოთ ის, რაც გვამთლიანებს. საიუბილეო საღამოებისა და შეხვედრების ციკლის ის, რაც გვაერთიანებს, მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ამ თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით პირადი პასუხისმგებლობა. და ალბათ უმთავრესია ამ მიზნის აღსრულებისთვის შევეცადოთ ოჯახში, ნათესავებსა და მეგობრების წრეებში, საზოგადოებაში, შეკრებებისა, სამთავრობო თუ არასამთავრობო სივრცეში
ყველგან ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და გავითავისოთ ამ თარიღის არსი და მნიშვნელობა. ამ თარიღის აღნიშვნაში გამოვლენილი ერთსულოვნება არა მარტო სრულიად გააჯანსაღებს ჩვენ საზოგადოებას, არამედ ასევე დიდად შეეწევა ქვეყნის სტაბილურობას და შემდგომ განვითარებას. ძვირფასო სტუმრებო, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ამ კუთხის შეხვედრების ციკლი გრძელდება სხვადასხვა რეგიონებში, ქალაქებში, დღეს ვიყავით ქუთაისში და ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საუბარი დასასრულს უახლოვდება და გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ქვეყნის სამშვიდობო გზაზე გაყვანას და ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, ჩვენთან დარბაზში ბრძანდება მისი მაღალყოლადო საუდელოესობა, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომელთაც გვინდა ვთხოვოთ ჩვენ რამდენიმე სიტყვა, თუმცა მანამდე ჩვენ გვაქვს ერთი ვიდეო მიმართვა, ბატონ ლაშა თაბუკაშვილს მოვუსმენ და შემდგომ ვთხოვთ ჩვენ სტუმრებს, რომ რამდენიმე სიტყვით მოგმართონ. ვთხოვთ ვიდეოს. ქრისტიანობა ამოჩნდა საქართველოს სულისთვის ყველაზე დიდი კულტურულად, დიდი მეომრულად, გნებავთ რაინდულად, გნებავთ ყველანაირად აღმოჩნდა ყველაზე უფრო შესაძლოა. ქართველისთვის ქრისტიანობა არის უპირველესი და ვინც ამას ებრძვის არ არის სწორი. თანაც იცით რა მომწონს ამ სიტუაციაში, რომ ეს ინიციატივა არ იყო არც საპატრიარქოდან, არც ხელისუფლებიდან, არც რაღაც ინსტიტუციებიდან. ეს იყო ქართული ინტელიგენციის რაღაც ჯგუფის მიმართვა, რომ ეს აღნიშნოთ რა. ამას დიდი აღსანიში შეიძლება რამე იყოს. ძირი და ძირი არის ის, რომ ქრისტიანულ კულტურაზე არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ მივიღეთ. კლავებში და მკერდზე და გულში და ყველანაირი გზნობით. მარტო ღვთისმშობლის დაცულობით ეთყობა აქამდე მარტო კარგი ხმლის გნევა, მარტო ელასტიურობა, მარტო უამრავი რაღაც შეიძლება ჩამოთვალო. ის რაღაც ქართული, მამა ჩემს უყვარდა ხოლმე თქვა. ის რაღაც ქართული, რომელიც იყო თილის მასავით, რომელიც ღონიერი იყო. ის რაც გვაერთიანებს, ეს სათაური. მე მგონი ყველაზე მეტად ეხება სწორედ ამ 1700 წელს. მეტი გვაქვს მეტი რო გვიყვარდეს ერთმანეთი ვიდრე ეს გაუჩაებელი ის იყოს ანგარიშწორება. თუ კი გამთელენება გვინდა სხვისი განკითხვით ან თაობების ერთმანეთზე შუბლით შეჯახებით არაფერი არ გამო. დიდი ბატონო ლაშას ახლა კი გვინდა სცენაზე მოვიწვიოთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი შალვა კირთაძე. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა ვთქვა ამ საინიციატივო ჯგუფის მიმართ, რომელმაც ამ ღონისძიებების ციკლი გადაწყვიტა საქართველოში და ზოგადად რა თქმა უნდა პირველ რიგში უღმესი მადლობა ჩვენს პატრიარქს, იმ ადამიანს, რომლის მსგავსები ალბათ ათასეულებში ერთხელ იბადებიან და ბედნიერია ერი, როდესაც ამ ყველაზე ძნელბედობის შრამს ესეთი პიროვნება მოულინა ღმერთმა პატრიარქად. უღმესი მადლობა
მინდა ვუთხრა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლის მეუფრე დანიელს ჩვენთან მობრძანებისათვის და ყველა ჩვენ სტუმარს, ჩვენი ქალაქის სტუმარს მადლობას მოგახსენებთ. მართლმადიდებლობა ალბათ ქართველი ერის ყველაზე მტკიცე ჯავშანი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლოდა ერი გადაარჩინა, ერი მოიყვანა აქამდე და დღესაც მართლმადიდებლობა არის მისი მფარველიც, მისი ფარიც და მისი მომავალიც. ამას ვიტყვი. მიუხედავად იმდენი ჭირვარამისა, რაც ჩვენ გამოვიარეთ, იმდენი გაჭირვებისა, იმდენი დანაწევრებისა, იმდენი დაქუცმაცებისა, მაგრამ მაინც შევძელით ერი ვართ და ერი უნდა დავრჩეთ ბოლომდე. მაგრამ ამისთვის თავარია სიყვარული. სიყვარული, რა თქმა უნდა, ღმერთის, რა თქმა უნდა, სამშობლოს და ერთმანეთის მიმართ სიყვარული. თუ ეს სიყვარული არ იქნება, მაშინ ყველაფერი უფრო რთულად იქნება, ვიდრე წარსულში იყო. მაგრამ იმედი იმისა, რომ მომავალი უკეთესი იქნება, ამით ცოცხლობდა ყოველთვის ქართველი ადამიანი, ამით იცოცხლებს და ამით უნდა იცოცხლოს. უღმესი მადლობა ყველას, ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით იმ პატარა ანგელოზებს, რომლებმაც ნამდვილად დაამშვენა დღევანდელი ეს ჩვენი კონცერტი. მადლობთ. ნამდვილად დაამშვენეს და ამბოშების დღეს გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქუთაისი არის, ესე იგი, სამჭედლო ქართული კულტურის, შეიძლება ითქვას. ასეა ნამდვილად ისტორიულად. სიტყვა გვინდა ვთხოვოთ ის, რაც გვაერთიანებს საინიციატივო ჯგუფის წევრს ბატონ კახაჩიტაიას. მოგესალმებით, თქვენო მაღალღოთ სამღვდელოებო, დამცირდა საზოგადოება, ქალბატონებო და ბატონებო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს თქვენთან ყოფნა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დედაჩემი ქუთაისელია, მე ქუთაისელი იყო სამწუხაროდ არ არის ცოცხალი, მეტმა განათლოს მისი სული, ამიტომ ჩემთვის ქუთაისი ძალიან ახლობელი და ძალიან საყვარელი ქალაქია. თქვენ ყველას მოგეხსენებათ ჩვენი შეკრების მიზანი, ჩვენი სურვილები და თქვენ ყველას დაგირიგდათ ჩვენი გაერთიანების ის, რაც გვაერთიანებს, ეს არის საზოგადოებრივი გაერთიანება, ჩვენი პროგრამა, ეს არის ფაქტიურად პროგრამა, იმისა თუ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, რომ ეს მართლა შესანიშნავი თარიღი ღირსეულად აღნიშნოთ და ვიზეიმოთ. ჩვენ ერთმანეთში ხშირად გვაქვს საუბრები, თქვათ, შეხვედრები და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს გახდეს საერთო სახალხო ზეიმი. და როგორც ვხედავ, აი შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს სავსებით შესაძლებელია და მე ეს ძალიან მახარებს. თქვენ ამ ბროშურაში გაეცნობით თუ რას ვაპირებთ ჩვენ, რომ მოხდეს ძალიან მარტივად, თქვენ ალბათ გაეცანით ამ ბროშურის შინაარს. ჩვენ გვინდა რომ ეს შეხვედრები იყოს ხშირი, ყოველდღიური ფაქტიურად და თქვათ ისტორიკოსები, მეცნიერები, არქეოლოგები შეხვდნენ თქვათ მოსახლეობას, ესაუბრონ ჩვენ კულტურაზე, თუ რა გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ ჩვენს მთელ ისტორიაზე. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ამის კიდევ ერთხელ გააზრება მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებთ უმაღლეს სასწავლებლებში და თქვენ წარმოიდგინეთ საბავშვო ბაღებშიც კი გარკვეული ღონისძიებების ჩატარება. რაც შეეხება პატარებს, აქ უკვე ითქვა და მე სრულიად ვეთანხმები ბატონი მერის გამოსვლას. ერთხელ ჩემმა შვილიშვილმა მარტო დავჭით 3-4 წლის იყო ანდრია და უცებ ესეთი შეკითხვა დამისვა, რომ მითხარიო, სანამ მე გავჩდებოდიო, რა იყო? მე გაასწორა, რომ არა, სანამ მე კი არა, სანამ ჩვენ გავჩდებოდითო რა ხდება. წარმოიდგინეთ როგორი კითხვაა და როგორ გინდა ამას პასუხი გასცე. და მე ახლა
უდაუცებელია. ოღონდ ახლა არ მითხრაო, რომ რა მაგარი კითხვა დასვიო და მე ამას ვაპირებდი სწორედ, იმიტომ რომ ცოტა დრო მომიგო. და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და უცებ აი რაღაცნაირად ჩემდა უნებურად იონეს ახარების პირველი თავიდან მთელი ეს მონოლოგი წაუკითხე, რომ პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი და ესე გავაძლეს ნათელი იგი და ბნელი იგი ვერ ეწია. და რა მოხდა, იცით? ესე დიდი თვალებით მიყურებს და სრულიად დაგმაყოფილდა. და კიდე უფრო ერთხელ დავწუნდი, რომ პატარა ბავშვებს ჩვენზე უკეთესად ესმის აი ეს რაღაც საოცრება, რაც არსებობს. და აი ამის ძალიან რბილად, ძალიან მორიდებით, ძალიან დიდი სიყვარულით ამის ქადაგება მე მგონი აუცილებლად დააბრუნებს საქართველოს ქრისტიანულ წიაღში, რაც მისთვის ძალიან ორგანულია. მე მინდა რომ იმედი გამოვთქვა, რომ თქვენთან ერთად და თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო კახა, არაჩვეულებრივი ისტორია მოყევი და უცებ გამახსენდა მეც მოგიყვებით, აი როგორია მართლა ბავშვის სისუფთავე და როგორ მოქმედებს ბავშვი ღმერთის მადლი, იმიტომ რომ ხშირად რაღაცა გენეტიკურად გადადის ღვთისმადლი და ბავშვი შეიძლება ვერაცნობიერებდეს. დაახლოებით 2-3 წლის ახლობელ ბავშვთან რაღაცას თამაშობდით, გამოცნობანას თამაშობდით და ვიგონებ ახლა რაღაცას, მინდა რომ იმის ენაზე გავაგებენ, გადავწყვიტე რომ თვალი ჩავიფიქრო და თუ გამოისნობს და უცებ მოვიგონე და ვეუბნები რომ 2-3 წლის არის ბავშვი, პატარაა მეთქი. და ყველაფერს იტევს თქო და ვეუბნები პასუხი და პასუხი იყო საქართველოს ბავშვისგან. აი ესე სრულიად მოულოდნელად. საერთოდ ვერ დაბი საქართველოს მითხრა. აი ესეთი პასუხი გამცადა მართლა საოცრება ბავშვების ეს მიდგომა. ვიდრე ჩვენს მომდევნო გამოსვლას თხოვდი, ხომ არ გნებავ თვინმეს დარბაზიდან, რაიმე აზრის გამოთქმა, თქვენი დამოკიდებულების გამოხატულება ამ შეხვედრებზე, ამ ინიციატივაზე, ხომ არ გნებავ თვინმეს. კარგით, მაშინ შეგიძლიათ კიდე იფიქროთ, სანამ ჩვენი შემდგომი გამოსვლელი გამოვა და დიდი პატივისცემით გვინდა ვთხოვოთ მის მაღალ ყოვლადოს სამღვდელოებებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტს მეუფე დანიელს. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ბატონებო და ქალბატონებო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ მართლაც ვართ გაერთიანებული რწმენით და სიყვარულით. ღმერთის სადმი, სამშობლოსადმი და ერთმანეთისადმი და მართლაც მეც მაქვს ასეთი შინაგანი იმედი, მოლოდინი, რომ ეს მოხდება ყოველ ადამიანში საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთ ცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებში. ეს არ იქნება, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ არ არის ადვილი ასეთ დროს, რთულ დროს, როცა საზოგადოების ცნობიერებაში არის მრავალი ესეთი საკმაოდ მწვავე საკითხების მიმართ ყურადღება გადატანილი მთელ სოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში და აი ეს შეიძლება მოხდეს, აი დღევანდელი საღამო მე მგონი ამის ერთ-ერთი ნიშანია და საწინდარია და ესეც იქნება სასწაული, ღვთისასწაული, ღვთისმშობლის სასწაული და პირველ რიგში მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ვილოცოთ, რომ ეს მოხდეს. რადგანაც უფალი ბრძანებს ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ. მინდა ვთქვა, რომ აი ეს შეხვედრები მიზანს ისახავს უპირველეს ყოვლისა შეხვედრებს აუდიტორიასთან, რომელსაც ქვია ერის ინტელექტუალური ელიტა, მისი მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების და საერთოდ
ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია ამ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან 18 ადამიანი, ხო? მთელ საქართველოს ეს 18 ადამიანი როგორ შეხვდება? აი, დღევანდელი დღის მონაწილეებს პირდაპირ გთხოვთ და არა მარტო სტუდენტებს, იმ არაჩვეულებრივ შემსრულებლებს, რომელიც აქ ჩვენმა ბავშვებმა დაგვატკბეს, რომ იყვნენ ამ იდეის, ასე ვთქვათ, გადამცემი, თავის გარშემო, თავის ახლობლებთან, რომ ეს არის დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩვენ ეს ყველას ძალიან სულიერად აგვამაღლებს. ეს ყველას ძალიან გაგვამდიდრებს, გაგვაძლიერებს და რაც თავარია, ჩვენ კარგად ვიცით, ბიბლიაში არის ნაწინასწარმეტყველები, რომ დადგება ჯამი, როდესაც სამწუხაროდ, მაგრამ სოფლიო დაშორდება, სოფლიოს დიდი ნაწილი, უმრავლესი ნაწილი სამწუხაროდ, მათ შორის უპირველესად ქრისტიანული დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყნები დაცილდებიან სარწმუნოებას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ჩვენ ბოლო საუკუნეებში ეს პროცესი ჩვენ ხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო ძლიერდება, მაგრამ საქართველოში საწინააღმდეგოს ხედავთ, 58 წელია, რაც ჩვენი ეკლესიის საჭედპყრობელი ბრძანდება, ჩვენი უწმინდესი ნახევარი საუკუნე, წარმოიდგინეთ, ესეც თავისთავად დიდი სასწაულია. და დაიწყო განადგურების პირას მიყვანილი სარწმუნოებისკენ ერის შემოbrunება და ეს პროცესი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. და ეს თუ შეიძლება ითქვას, ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ სოფლიოში რაღაც დაშორებას და საქართველოში ვხედავთ დაახლოებას. და არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია გაბწყინდება უკანასკნელ ჟამს. და მტკიცე, შეურყეველი, შეურყვნელი სარწმუნოებით, ჭეშმარიტი სარწმუნოებით დახვდება ქრისტეს მეორედ მოსვლას. ეს არის საოცრება და ეს ამან გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე ჩვენი საქართველო და მინდა ჩვენ ხა გასაკვირველია უნდა ვამაყობდეთ ჩვენი ესე ვთქვათ ისტორიით, ჩვენი კულტურით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ღვთის წყალობაა და ეს წყალობა არის დიდი პასუხისგებლობა, რომ ჩვენგან ის ითხოვს ძალისხმევას, ძალიან დიდ ძალისხმევას, სულიერს, ფიზიკურს და ასე უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ მე 8 წამს და ეს რო ასე მოხდება, ამის საილუსტრაციოდ მინდა რაღაცა წავიკითხო. რაც გვაძლევს ამის ამ რწმენის უფლებას, საფუძველს. 1982 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში ავსტრიელი პოეტი ჰუგო ჰუბერტი. და რას წერს ის ქართველების შესახებ? ქართველები ეს არის ხალხი, რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების, იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა პირველი ცივილიზაციების და კულტურების შემოქმედთა გენეტიკას. ეს არის დიდი კარდუს ერი, რომელიც იმდენი ჭამეს გარეშე მყოფებმა მტრებმა, სანამ არ დააქვეითეს მისი ძლიერება. ისტორიის მანძილზე მოუწყვეს რამდენიმე ასეული გენოციდი და ეთნიკური წმენდა. ყოველი საუკუნე ეთნიკურ წმენდაში და ჰოლოკოსტში სრულად ცეცხლში დაწვაში გამოატარეს, მაგრამ საოცარია, რომ ამან მხოლოდ გამოაწრთო ისინი, როგორც ცეცხლი აწრთობს ფოლადს. არნახული თვით გადარჩენა და ჭირში არნახული გაძლება ქართველების ეთნიკურ პროფესიად იქცა. ქართველებს თავისი დედაქალაქი 29-ჯერ სრულად გადაუწვეს.
და 29 ჯერვე სრულად და უფრო დიდი დიდებით აღდგა თბილისი. ქართველები, მათი დედაქალაქი თბილისი და ფრინველი ფენიქსი ერთი რამით გვანან ერთმანეთს. დაბერებული და დამწვარი ფენიქსი საკუთარივე ფერფლიდან აღდგება და ახალ სიცოცხლეს იწყებს. თბილისის და ქართველების ისტორია და ფერფლილის და ფერფლიდან აღდგომის ისტორიაა. მე ვუწოდებ ქართველებს ფენიქსის ერს. ჰუგო ჰუპერტი. თუ შეიძლება ჰუგო ჰუპერტის ამ სიტყვებს დაუმატებ, რომ ქრისტიანობა ეს არის ჯვარცმისა და აღდგომის სარწმუნოება. ჩვენ აღდგომისკენ მივდივართ ჯვარცმით. და ასეთია ჩვენი ისტორია. წმინდა ილია მართალი ამბობს საოცრად ერთ წინადადებაში განსაზღვრავს ჩვენი ერის არსს. ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის. ჯვარცმული ქრისტესთვის ერი მარადის აღდგება და მარადის გაბწყინდება. მე მინდა უდიდესი მადლობა გამოვხატო ჩვენი მასპინძლების მიმართ, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ძალიან მოკლე დროში მივმართეთ ჩვენ უნივერსიტეტს სულ რამოდენიმე დღის წინ და მივიღეთ სრული ესეთი ხარდაჭერა, რომ ეს საღამო აქ ჩატარებულიყო. რასაკვირველია, უდიდესია ბატონ ლევან ზალკალიანის დამსახურება, აგზანდება მისი მოადგილე, ისაც მადლობას მოვახსენებთ მათ, ბატონ ლევანს სტუმრები ყავს. რასაკვირველია, უნივერსიტეტს, ბატონ რექტორს, ბატონ შალვას, პროფესორას, სტუდენტობას, ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ და მინდა ერთი კარგი ამბავი მოგილოცოთ. შეიძლება ყველა მარიცით. ესეც რაღაც ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს არის ქუთაისისა გაენდათის ეპარქიის მმართველის, მისი მაღალ ყოვლად უსამხდელოესობის მეუფე იოანეს დაბადების დღე გილოცავთ. მიგულოცავთ. ამ ეპარქიის სულიერი მამის დაბადების დღე რაღაც მადლიანი დღეა, მისი გული აღსავსეა დიდი სიყვარულით. ფიზიკურად ის არ არის ქუთაისში, იმიტომ რომ დაემთხვა მინისთან, განათლების მინისთან შეხვედრა და ამის გადაგება წინასწარ იყო დაგეგმილი და ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ მისი ლოცვა რომ შეგვეწია, მე მგონი დღევანდელ საღამოდან ეს ჩანს. დიდი მადლობა ყველას და მადლობა ღმერთს და ყოვლა წმინდა ღვთისმშობელს და არაჩვეულებრივ ჩვენს შემოქმედებით გუნდს. იხარეთ და იგეგზელეთ მრავალ საწელსა, მრავალ ჟამიერ. ამინ. დიდი მადლობა მეუფე დანიელ. ჩვენი საუბრები დიდწილად გულისხმობს იმას, რომ უნდა გავერთიანდეთ ამ იდეის ირგვლივ და ცხადია, ახლა მუსიკოსების გაერთიანება ალბათ ყველაზე კარგად დაამშვერებს ნინო ჩვენს საღამოს. მოусმინოთ ჩვენს მუსიკოსებს. ალბათ დახატავდა ერთი ისეთი სიმღერა, რომელიც ესე დროს უფრო შემართებით აღგვავსებს და ამ სიმღერას ალბათ წარდგენაც არ სჭირდება, რა შეიძლება იყოს ბიჭების მიერ გაერთიანება. ვაკეთოთ ის, რაც გვამთლიანებს. კი ბატონო. რაც გვამთლიანებს. მადლობა დიდი.